ნიკა ეს დატოწევს აქ ან როდის მოვიდა ჩვენთან? რა ვიცი, აბა მე იმასაც ვერ ხვდებოდი, აქამდე რა რჩებოდა ჩვენთან. შენ აქ რა გინდა? ხო ამბობდი გუში რომ უნდა წავიდე ხვალ ვივარჯიშო, ვირბინო და რატო ხარ აქ? ვირბინე უკვე ეზოში მოედნის გარშემო დავრბოდი, მერე მაღაზიისკენ გავიქეცი, მერე კიდე წინა კოկუსას დავარწე 1-2 წრე. ოჩახ ნიკა, ოჩახ. ოჩახ მე კი არა, ოჩახი თეთრ ძაღლს ამდე ხანს რო დამსდები. მე კიდე კარგი ემზარი ბიძია ჩამოვიდა და იმას გაეკიდა. და ელენემ გაიღვიძა? ისევ ცუდ ხასიათზეა ელენე? არა, ბევრად ცუდ ხასიათზეა. ნიკა, მე ხლა მეჩვენება თუ მართლა სწავლობ შენ? არა, არ გეჩვენება, მართლა ვსწავლობ. რა არიცი, რო გავიგე, რომ პაატასაც გიქონია დიპლომი, გადავწყვიტე რომ ვისწავლო სირცხვილია. მე ყველა დამიწყებს, რომ შეხედე ნიკა, პაატასაც კი აქვს დიპლომი. ნიკა, ისწავლე, ხო ხედავ, პაატასაც კი აქვს დიპლომი. ნიკა, ბევრს ლაპარაკობ. ნიკა, ბევრს ლაპარაკობ მეთქი. ხო, მაგრამ სწავლობ. ნიკა, ბევრს ლაპარაკობ, ადი ოთახში იქ ისწავლე. ელენე მართლა სწავლობს და ეხლა ვაშა, შენც ბევრს ლაპარაკობ. ნიკა, ადი ოთახში. არა, ელენე მართლა კარგი, ესა ელენე, თეკლა რატომ არის აქ, ან როდის მოვიდა, რატო ძინავს ჩვენთან? თქვენ რო გეძინეთ, მაშინ მოვიდა, მაგის გამო მთელი ღამე არ მძინებია. მთელი ღამე არ ძინავს, გვიან მოვიდა? არა, დილის 7 საათზე. მოიცა, აბა მთელი ღამე რატო არ გეძინა? მე 7-ზე მინდოდა დაძინება. ხო, ეს ელენე, მეცდით. აი. და 7 საათზე რაღაცა მოვიდა დილით. ისეთი მთვრალი ვარ, ასეთი მთვრალი სახლში ვერ მივალ, დღეს თქვენთან დავრჩებიო, ამას მეუბნებოდა თვალებით. ისე საერთოდ ვერ ლაპარაკობ და ისეთი მთვრალი იყო. ისეთი მთვრალი იყო, რომ შემოვიდა პირდაპირ აქ დაეძინა? არა, მანდ არა ლაშა, აი აქ. მერე მე ავაწვინე. ალინა, ასაკეთებ? საუზმეს გიმზადებ. დადი შენ და უცებ გინერმა. აი, ამ ჩანთას მიხედა, თორე დამჩება ნახდაფის. ეხლავე გაისწორე ესა. რა გვაქვს? რა გვაქვს და მჟავნა სუპი. ხო იცი უზმაზე რა კარგია მჟავნა. მჟავნა სუპი კარგია, მაგრამ ის არის, რა ქვია, აი, სოსისი აქ და მომიხარში რა. კი არ დაიწყო, ეხლა ხორცი თუ არ უჭამე ვერ ძღებიო. ეხლა ისე ნუ იზამო, ამდენი წლის ნაშენები ურთიერთობა სოსისის და მჟავნის გამო თავზე დაგვენხავს. რა ხდება ქვეყანაზე? ია. გუშინ გვიანობამდე კითხულობდი? კი, 4-მდე. მერე როგორ დამთავრდა? რა ვიცი, ალინა. მაღალი ძაბვის საძენების გამტანინობაზე იყო ციგნი და კარგად გაატარა ბოლოს. ეს კარადა ყავისფერი არის, ხო? იცი რა დამემართა?
იმდენი ხეხე რო გათეთრდა ცოტა. აი ეს ხდება. ხო და მაგიტომაც გავხეხე. გია. დამავიწყდა მე თქვა ბავშვმა მითხრა ფული დამიტოვოს მამამ შარვალი მინდა ვიყიდო. კარგი დავტოვებ, მაგრამ შენც უნდა გაყვეცო. რა თუნდა ჩემი გაყოდა დიდია უკვე თვითონ დავა. რატონა და წინათეში რომ მეც ფული ვერ ნახე როგორი ჯემპრი იყიდა, არ გასულს ასგავდა. ფოტოშოპის ის ჯემპრი კი არა შარვალი იყო. ეს ეგაცო ის უშო ჯემპრი შარვალია? კარგი რა. დაი მივცემ ხო. მე მივცემ. გია. იცი რა, რაღაცა გაუცხოებულია ძალიან ბავშვი. საერთოდ აღარ მელაპარაკება. მთელი დღე შემძროლია იმ თავის Facebook-ში. მე მაგასაუბრე, მაგაზე და დოხკაცო, გააკეთე შენი Facebook-ი და ეჩათავე ხოლმე. საერთოდ არ გაინტერესებს ჩვენი ოჯახის ამბავი. რატო ლაპარაკობ ახლა მაგას? უბრალოდ ამის ვერაფერი ვერ შევაგნებინე. ეს სალომე ხო გვიჯერებს, კი, მაგრამ ეს არა. აი უყურე, პოლიტიკა მაგას არ აინტერესებს. ფეხბურთი მაგას არ აინტერესებს. ძმაკაცებთან ერთად კეიფი და დროსტარება ხო, არ აინტერესებს და არ აინტერესებს. განერ ქართულია ეს. ეყოფან უნდა იწყე. ვერ გავიგებთ ჩვენ სხვა თაობა. მომისმინე ახლა კარგად. ესე იგი, აქ ჩაგიდე. ხაჭაპური. კატლეტი, პიურე, ეხლა ჩავდებ ვაშლს და წვენს. იცოდე სამსახურში მშიერმა არიარო რა. როგორ სამსახურში მივშვებთო თავგადასავლების საძიებლად, გამაგებინე. არიცი შენი კუჭის ამბავი? რა დღეში გავს კუჭი ხომ იცი? და რატო გიყვარს ესეთი ესე მოქცევა? ესე დაიჭირეს. გია ვის ველაპარაკები? მოიცა რა ჩემ სამსახურზე ლაპარაკობ რაღაცას კაცო. ხო და წადი სამსახურში დაგაგვიანდება და მაგას იქაც გაიგებ. აინა მოიცა და შეიძლება ჩემ თანაშრომელს დააგვიანდეს 2 და 5 წლამდე დამაცადე. პატა, რა სიმპათიური ხარ? რა არის პატა, რას გავხარ? მოეწონე. ელენე, ეს ყავას გამიკეთებ, ხო? არა. ძალიან ცუდ ხასიათზეა ის. ელენე, ერთი ისეთი ჭიქა ყავა გამიკეთე, რომ აი წარმოიდგინე, ძალიან ცუდი რო იყოს, წყალ-წყალა რო იყოს და რომ დავლიო და მუცელიო ჩამისკდეს ეგრევე. პატა, ეთი იცი რა მითხარი? გუშინ მუცელზე რატომ აბობხდებოდი? არიცი. ეცოთი პატა. ელი, მოიდი დეგემიდი, მოიდი. აი ასე უნდა და ძალიან მარტივ დავნე. აი ეს. რატომ აბობხდებოდი წოხელ მუცელზე ამაზე პასუხი არ გადმოიცი? ხო, რა არის ლაშა? სიზმარი ნახე. შუა ზღვაში ვიყავი და ვიხჩობოდი. და ვიფიქრე, არა, ძალიან შემეშინდა, ლაშა, ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე, არა, მე არ დავიხჩობი, არა. დავინახე მორი, პატარა მორი და წესია დილაპარაკე კაცო რა არის? დავინახე ეს პატარა მორი და ეხლა მეთქი, ხო არ დავიხჩობი თქო, ბოლო-ბოლო და ადექი და გადავწყვიტე რომ აფოფხებული ყავი ზეთ, ხო და ესე ავფოფხდი და მე პრინციპში რა პატარა შენ ხარ, მაგრამ მორს კი გავხარ მაინც ისე. წესია ესე ვიცი მე და. მეც ნახე სიზმარი. მართლა? მართლა, რა სიზმარი ნახე. რა სიზმარი ლაშა და ულამაზეს მწვანე მინდორში ვიდექი. გარშემო სხვადასხვა ფერის ყვავილები იყო. ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, მზე ანათებდა და ამ დელოზე მოვდიოდი მე თავზე. ყვავილების გვირგვინი მედგა და უბედნიერესი ვიყავი და ამ დროს გამოჩნდა ილია. მაშინვე შავი ღრუბელი წამოვიდა, მზეს გადაეფარა, წამოვიდა წვიმა. ამოვარდა ქარიშხალი, ამ ქარიშხალმა კლდეს მიანარცხა. მერე მოვიდნენ გლები, დაძიძგნეს, მერე მოფრინდნენ სლავები, იმათმაც დაძიძგნეს და ესე ძიძგნიდნენ. ვიცი რა ვიფიქრე? ამ
ნამცხვარი ხوار გავაკეთო და იმ პირდაპირ მეზობლებს შეუტანო. ამდილი ძალიან მაგარი ჩახუხბილი გავაკეთე. ეხლა ნამცხვარსაც გავაკეთე და ორივე შეუტან. თან გუში რა მოხდა, იცი? თევს რო წვავდი. გარე დახმები შემომესმა სადარბაზოდან. უფ რა კარგი სუნია, ცოტა ხანი ხო არ გავჩერდეთო, მე მგონი მოყურადებული ქონდათ. შეუტანეთ ამ ბარემ ახლოსაც გაიცნობ. მომისმინე ისა ლაშა ის ბიჭია სუქანი რომ არის. ნუ ეგა. ხო მაშინ ამით გავა. ლეზი გორაშვება. აი მე არიცი მაგის ხასიათი, ამდილი საჭმელი მივეცი და პირს არ აკარებს. ყოვა ეწინა. ჩვენ ოთახში რომ არ დავაძინეთ. მაგაზე ალბათ გაბრაზებული. ხო, მოიცა შემოვიდა. ლეზი გაიყინე. ლეზი აბა რა მექნა? ამ მასტიკის სუნში ხომ არ გამყოფებდია რა? გია, ისევ არის ხო მასტიკის სუნი? რა ვქნათ? ხო იცი როგორი ალერგია აქვს მძაფრსუნებზე და რა უყოთ? რა ვიცი, ანუ. მეზობლებს რომ გავუტანო საჭმელს. თქო რომ ეგეც დაიტოვო ცოტა ხნით. მე შემოდი გაანევა ახლა და შემოვიყვანე უკან. თანებად პატარა ნიკა ხარ ცოტას გაერთო ბავშვი. მართალია. ცოტა ხანი გაგიყვან და მე რა შემოგიყვან. ხო? რაო, დაგტანხავ თუ ხმას არიგავს რატომღაც. კარგი. კარგი რა ნახე რა სევდიანია. ხო, გუშინ ერთად უყურე საინფორმაციოს და იმის მერე ეგრე. ეთყობა თვითმმართველობის ამბებზე არის განადგურებული. ლეზიგო. კიდე მანძი ხარ ბიჭო? არა, ყველა შეეწყალეს და ჩვენ რაღაც დაგემართათ. ავიდე მე. ზაოს მოვა. აი, ხო ხედავ, აი აქ რომ არ დაგედო, ნამდვილად დარჩებოდა. იგი გეხვეწები რა, აი ეს ორი ცალი კატლეტია და გეხვეწები, წაიღე და შესვენებაზე შეჭამ რა. აი, მაშინ აი ეს ძველები გადაყარე. თაგვი ქვემოთ მოდიხარ ფეხით და ჩე წავიდა სხვანაირი ტიპია ამას რა ჭირს? შემთხვევით ხო არ? კი. აუ, საწყალითე როგორ უნდა და რომ ჩემ სამსახურს მოსწრებოდა, როგორ უნდა და რომ. ადექი გამაცილე გოგო სამსახურში, ისი ვარ გოგო. ადექი გოგო. და არ გააღვიძო ცოდუა. რაო, რა თქვი შენ სად მიდიხარ რაო? ხო, აი რა, თავიდანვე გეკითხა სად მივდივარ და გუშინ დამირეკეს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან და მითხრეს ბატონო პაატაო. ძალიან გთხოვთ ჩვენთან ტესტირებაზე მობრძანდეთო და თუ ტესტირებას წარმატებით გაივლით, არ არის გამორიცხული რომ სტაჟიორად აგიყვანოთ სამსახურშიო, ხო და ეხლა მიბრძანდება ბატონი პაატა რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ბატონი პაატა. ხო, ისე პაატა მაგ სამინისტროს სახელწოდებიდან ყველაზე ძალიან შენ რეგიონი გიხდება. სხვათა შორის გუშინ ფრიდონმა დარეკა. ой, მართლა რაო? რა ვიცი, ჩავედიო თუ არ ჩავედიო, არ ვიცი, არ უსმენდი. თუ გაინტერესებს, შეგიძლია დაურეკო და კითხო. არა იყოს. ძალიან მიგები ყავა ელენეს სხვათა შორის მადლობა. მომისმინე ხლა რაო შენ ესე იგი გასაუბრებაზე, ტესტირებაზე მიდიხარ და ეხლა იქ რო რაღაც გასაუბრებაზე რაღაცები კითხო რა უნდა უყოს. რა ვიცი ლაშა მივალ. ნახავ ადამიანს დავჯდები. მე ჩემსაც მოუყვები ის თავისას მომიყვება გადაუშვეთ გულს ერთმანეთს. რა ვიცი ეს რაღაცა იქნება, რა ვიცი აბა.
ისე მართლა შენ ხუმრო ფეხლა შენ ხუმრო ფეხლა შენ ხუმრო ფეხლა და მომისმენ ერთი წუთი მართლა მართლა რო კითხონ ეხა დამისვან და კითხვები რო დამისვან და რაღაც რა უპასუხო რა უთხრა კი არ ვიცი არაფერი პატა, არაფერი ახლა შენ, რა ვიცი თუ ალბათ შენ კითხავე რეგიონთან რამე შეხება თუ გაქვს. მე რა უპასუხო. არ გინდა შენ არაფრის პასუხი არ გინდა პატა. იდექი ისე, შენთვის იდექი პატა. გაიღიმი და თვითონ მიხვდებია რომ გააქვს კავშირი. ამანებეც თავი ერთი რა. წავედი თავის. აბა კარგად იყავით ელენე შენიცი და არ გინდა ეს ნერვიულობა და რაღაცა. წავედი მე აბა დროებით წყალით. არ შემიძლია ამის ყურება შევალო. Daixna. დიპლომის საწავიხო ეს დიპლომს უკაცრავად ეს დიპლომი რო დავდო ჩემს მაგიდაზე ეს დიპლომი ხელს ხო არ შეგისვით მაპატის დიპლომი თქვენ უკაცრავად არა ხო დიპლომს არ კარგით მაშინ აი ეგ დავდებ თუ ხელს არ შეგისვით მადლობა კაცრავად ის აქ რაღაც გაუგებრობა მე მგონი ეს არ უნდა დავწერო იმიტომ რომ მე დიპლომი მაქვს დიპლომი მაქვს და მე ეგრე შუაში მაინც უნდა დაწეროთ ხო მაგრამ აქ რაც წერია მე ეს ყველაფერი ვიცი და მაინც დიახ მაინც არა თქვენ ვერ გამიგეთ იცით მე არ მიყვარს ეს ზედმეტად თავის გამოჩენა მატრაკვეცობები რაღაცეები ხოხდება გასაგებია, მაგრამ ყველა ვარიანტი უნდა დაწეროთ. იცით, დიახ, დაბრძანეთ. მადლობა. მაშასე თქვენ დაგირიგდათ ტესტები. ყველა კითხვას აქვს 4 სავარაუდო პასუხი, ამათაგან უნდა შემოხაზოთ მხოლოდ 1. დიახ, უკაცრავად. ჩვენ როგორ უნდა შემოხაზოთ ახლა ნებისმიერი 1 თუ რომელიც სწორი პასუხია ის? რა თქმა უნდა, რომელიც სწორი გონიათ ის უნდა შემოხაზოთ. ისიც რა თქვენ ვერ გამიგეთ რა მაინტერესებს ისიც ანუ რომელიც სწორი პასუხი აუცილებლად ის უნდა შემოხაზოთ თუ დანარჩენი 3 შემოხაზოთ და ეს სწორი დავტოვოთ აი თქვენი სახელი პაატა ბატონი პაატა თქვენ რომელიც სწორი გონიათ ის უნდა შემოხაზოთ დიახ ორგზანდით ინსტრუქცია აი აქ არის პირველ გვერდზე პირველ გვერდზე რასაი აბა მე მეორეზე რას ვეძებდი და რა უნდა კითხოთ ისიც აი უკაცრავად მაგრამ აი აქ ახლა როგორებიც არის ეს მრგვალები ხო ხდებით აი ესეთ ლამაზ მრგვალებს ვერ ვაკეთებ და აი დაახლოებით აი ესეთი რო იყოს ოვალური აი ესეთი აი ასეთი რო იყოს თუ შეიძლება რომ ეს დავტოვოთ ეს ვარიანტი არა უშავს შეიძლება ხო არა უშავს ხო ამას გადავშლი აქ ხო არ დაგიტოვებთ მაინც კარგით ეს სამუშაოდ გაქვთ 45 წუთი. დიახ, გასაგებია. ხო და 4 საათზე ვამთავრებთ. აჰა. და უფრო მალე რომ მორჩა რო წავიდა, ხო შეიძლება, ხო? კი, შეიძლება, მაგრამ სად მიჩქარებათ? რას ქვია სად მიჩქარ? რას ლაპარაკობ? მეგობრებო, თუ შეიძლება კოლეგებო 1 წუთით ყურადღებით მომისმენთ. მაპატი, ცირეოდენ დროს აგართმეთ. იცით რა არის? აქ დაკარგული ნებისმიერი წუთი
ნებისმიერი წამი ცუდად იმოქმედებს ჩვენი რეგიონის და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ასე რომ კოლეგებო, ყურადღებით თუ შეიძლება. თავარია 45 წუთს არ გადააცილოთ. რა თქმა უნდა. როცა გნებავთ, მაშინ დაამთავრეთ. რა თქმა უნდა. დიახ. რა მეინტერესებს ისე? აქ დაფიქსირებული შედეგი საბოლოოდ არ იმოქმედებს ხო ალბათ იმაზე ვის აიყვან სამსახურში და ვის არა? არა, რა თქმა უნდა. ვინც ტესტს ჩააბარებს, იმას ავიყვანთ სტაჟიორად. ვინც ვერ ჩააბარებ დიპლომს ხო არ წაართმევთ? არა, რა თქმა უნდა. კიდევ გაქვთ ვინმე შეკითხვა? მე მაქვს ერთი შეკითხვა. ისმენ. საჭირო ოთახში თუ შეიძლება. შეიძლება მიბრძანდით. კი ბატონო, მადლობა. ტესტი დატოვეთ. ტესტით არ შეიძლება. ხო, აბა ისე რა მინდა ეხლა? მაშინ მოიწმენე ბავში ხო არა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს. დიახ. სადარტყარა, სად არ ამყავს ზიდანი რა? ვანელაშა გააღე, კარი ამეხადა ტვინი. ვაღებ ელენე, ვაღებ. გამარჯობათ მეგობრებო. გამარჯობა სოფი, მოდი. თეკლა აქ არის? ფიზიკურად კი. აქ არის, ესე იგი ჯერ არ გინახავთ ხო პირსინგი რო გაიკეთა? რა? ეთყობა ღამე იყო და მაგიტომ ვერ დავინახე. ხო, გუშინ ვიყავით ბარში, იქ დავლიეთ, მერე წავედით კლუბში, იქაც დავლიეთ და მერე ისე დათრა რომ წარბი გაიხრიდა. აი მე გაგიჟდა, მოკლავს ნერსე. ალბათ თვითონაც არ ახსოვს. თვითონაც არა. ვახ, ესე იგი ძალიან მაგარი სანახაობა გველოდება წინ? გოგოებო გააღვიძეთ. თეკლა. მას მომაშტერდით. არაფერი. აუ თავი. წავალ ბაზანაში შევა. ახლა ნახეთ ამის კივილი სარკეში რო ჩაიხედება. მომეჩვენა რომ ტარაკანა იყო აბაზანაში. აი ხო უყურე. არა, მომეჩვენა მართლა ყოფილა. თეკლა. მოდი აბა ერთი სარკეში ჩაიხედე, ნახე როგორ კარგად გამოიყურები. მიდი ჩაიხედე. მართლა? მიდი ხო, ჩქარა, რა ხედა როგორ. როგორ გამომიშრა? დავიტანჯე თეკლა კარგად ჩაიხედე სარკეში. ვაიმე! ხალები რას მიგავს? რა? ვაიმე, თეთრითმა შევამჩნია მე მგონი. ელენე, ახალი სარკე იყიდე, ხო? კარგი რა თეკლა რა, კარგი რა. წესიერად ჩაიხედე ამ სარკეში, კაცო. პირსინგი გაკეთებული. ამ სპილოს კიდევ არაფერი ვერ გამოიყენებ ნერვებში. პირსინგი გავიკეთე. რაღა აზრიათ, აბა. ისე თეკლა გიხდება შენ ეგ პირსინგი. სოფი, შენ კიდე ეგ ბეტმენის სათვალეები. მაგრამ თეკლა ისე ეგ პირსინგი ჩალურჯებულ თვალზე უფრო მოგიხდება. კარგი ვახარა, სოფი, რატო არ გამაჩერე? ჭიბზე, ენაზე და მეორე წარბზე გაგაჩერე და მაგაზე ვეღარ. თეკლა, ტატუ უნდა გაგეკეთებინა მთელ სახეზე და მაშინ მამაშენი ვერ გიცნობდა და აღარ გეჩხუბებოდა. არა, ისე თეკლა, რა არის, იცი, არ ამგონია ნერსემ იმაზე უარესი გაგიკეთოს, ვიდრე ეს წარბში რკინის გაყრა. ხო, თეკლა, მამაშენია ბოლოს და ბოლოს.
რა მამა ჩემი რო ვიცი რას მიზამს არა, უნდა მოვიხსნა. არა, თექლა, იმ კაცმა თქვა, ერთი კვირა უნდა გეკეთოს, თორე შეიძლება გაღიზიანდეს და უფრო ცუდი რამ შედეგები მოყვეს. სოფი, მომისმინე მამა ჩემა რო ეს ნახოს, ის უფრო გაღიზიანდება და უარესი შედეგი მოყვება დამიჯერ. მომისმინე. აი, საკვალე გაიკეთე, ერთი კვირა დაფარავს და მე მოიხსნი პირსინგს. აიმე, დიდი მადლობა, სოფი, მაგრამ მამა ჩემი მაგაზე უფრო მეჩხუბება. არ გინდა, ნუ გინდა. გაიმე, მე ტატუ გამიგეთებია. სოფი, ეს კლუბში შესასვლელი ბეჭედია. კლუბში შესასვლელი ბეჭედი დავიხატე? არა, გოგო, ეგ არის რო ის. არა. არა, უნდა წავიდე და მამა ჩემს უნდა დაველაპარაკო, მაგრამ ვინმე წამომყევით? მე. არავის არ უნდა წამოყოლა? მე. კარგი, მე თვითონ ავარჩევ. ლაშა, შენ. ვიცოდი რა, ვიცოდი. ლაშა, შენ კაცი ხარ და კაცურად აუხსნი ყველაფერს. რა საუხსნი? თეკლა კაცურად რა საუხსნი, გამაგებინე. პირსინგი რო გაიკეთე, ამას კაცურად აუხსნი? ამის ახსნას რო დავიწყებ, თავის ხანჯალს ჩამარჭობ სადმე და ჩამიტოვებს პირსინგად. ლაშა, გთხო. არამედ. ლაშა, დიდი მადლობა, რა კარგი ბიჭი ხარ რომ მომყვები. ო, კარგი რა თეკლა რა. კარგი ბიჭი ვარ და კარგი ვარ რომ მოყვები? კი. ეს არის. გამარჯობა. თქვენ ალბათ ელენე. არა, მე სოფი. ვინ არის სოფი? ვიღაცა დაბნეული ქალია, მე მგონი ნამსხვრებს და ფრინველებს ყიდის. გამარჯობათ, მე თქვენი ახალი მეზობელი ვარ. გაიცანით ხალბატონო მარინა, ეს არის ელენე, ჩემი და, ხოლო ესენი არიან ჩემი დის მეგობრები, სოფი და თეკლა. ძალიან სასიამოვნოა. სასიამოვნო. გაიცანით, ეს ჩვენი რეზიკოა. მამას გავს. მობრძანდით, დაბრძანდით. არა, უნდა წავიდე. აი ეს ჩახოხბილი და ნამცხვარი გამომართვით. იმედია ასე ტკბილად ვიმეზობლებთ. ამას მე მივხედავ. ერთი სათხოვარი მაქვს. იცით, ამდილით მასტიკა მოუსვი და რეზიკო ვერ იტანს მასტიკის სუნს ალერგია აქვს. აივანზე ვეღარ გავიყვან, გაიყინება. თუ შეიძლება ცოტა ხნით დავტოვებ თქვენთან. სულ 2 საათით საერთოდ არ შეგაწუხებთ, ჩუმად იჯდება თავისთვის, ხმას არ ამოიღებს. კი, რა პრობლემა? დიდი მადლობა. დიდი მადლობა. 2 საათში შემოვივლი და ჩემს რეზიკოს და ნამცხვარს გავიტან. ვიღუმრე ნამცხვარი თქვენთვის. რა კარგი სუნი აქვს, როგორ აკეთებთ? ძალიან მარტივად. ესე იგი, ავიღებთ კვერცხს, ფქვილს, შაქარს, ვანილს, გავაღებთ ღუმელის კარს, გამოვიღებთ, გადავასხავთ ცხელ შოკოლადს. სერიდან ხო? მორჩა, ყველაფერი მზად არის. სულ 15 წუთი ჭირდება. ძალიან მარტივია. 20 წუთი ილაპარაკა და 15 წუთი როგორ ჭირდება? ძალიან კარგი, ელენე დაიმახსოვრე ხო? კი. როგორც უნდა გააკეთე, ხო? კარგით, მე წავედი და 2 საათში. ხო, შემოივლით თუ იყოს. ისა, ხალბატონო მარინა. რა მინდა გითხრა? ლაშა. უბრალოდ ხალბატონო. ხალბატონო, უბრალოდ. ლაშა, ვიხურე, რა დაგემართე მარინა დამიძახე. მარინა. იქნებ დღეს საღამოს თქვენ და გია რო შემოგბრძანდეთ ჩვენთან რაღაც ვახშამ ვივახშმოთ ერთად მეზობლები უფრო კარგად გავიცნობთ ერთმანეთს. აი ელენე გააკეთებს მოამზადებს რაღაცებს, ხო? დიდი სიამოვნებით. ძალიან კარგი. შევთანხმდით საღამომდე. საღამომდე. ნახვამდის. დროებით.
კარგი რა ლაშა, რა ხე საჭმლის მომზადების ნერვები მაქვს მე? კარგი, ეხლა დაწყარდი დამშვიდი, კაცო. მეზობლები გადმოვიდნენ რაღაცა მოამზადე, ცოტა გადაიტა ყურადღებას ამ საჭმლის მომზადებაში, აბა. როგორ გინდა შენ? ლაშა და ეს საჭმელი სხვა ჭურჭელში რომ გადავდოთ, მიხვდება რომ მაგისია. კაცო, როგორ უნდა გადავიღოთ მაგას? ვერ ხვდები. მაგარია. რა არის? რა უნდა? არა ისე პრინციპში, რა უნდა მიქნას ახლა ისეთი ნერსა, ჰა? არაფერსაც არ მისავს. სასწრაფოს გამოუძახეთ მაინც. არა, უნდა მიქნას ახლა არაფერსაც არ მისავს, ნერსი არაფერსაც არ მისავს, პატრულს გამოუძახო ჯობია. ლაშა მალე მოვა. მალე მოვა? კი. ხო, მიდი მაშინ დედაშენს დაუძახე. მიშველის ვითომ? გიშველის კი არ გამოემშვიდობე. რამაც. არა ისე ყოჩახ რა თეკლა ყოჩახ რა მალე იცვლი კაცო ამ ლიფტში გავგიჟდი რა ხო ლაშა ხო თავიდან მიჭირდა 200 ლო ჩამოსვლა მჭირდებოდა ხოლმე და ეხლა ნელ-ნელა ვისწავლე მოიცა რაღაცა ხმა იყო მე მგონი მოვიდა რასაკეთებ კაცო რასაკეთებ რას მე ჩამოიფარე ჯერ პირდაპირ ასე ნუ დახვდები პირსინგით ჩამოიფარე და ნელ-ნელა შევაპარო და ისე უთხარი თმა ჩამოიფარე ხო აბა მე მართალი ხარ ხო არა რატო წამომიყვანე თეკლა რა ჩემ წამოყვანეს პაატა წამოგეყვანა არ ჯობდა რატომ რატო 1-2 კვირა იმის ცემაში გაერთობოდა და დაავიწყებოდა ლაშა რამაცი ახლა ნორმალურია ლაშა გამარჯობა მოდი დაჯექი აბა როგორ ახარ ახტება შენსკენ ვართ კარგად არა გვიშავს მადლობთ ის ნახე პატა პატა ნახე და ისევცემე ბატონონეს ისევცემე ისე გაცლივს გამომაგლიჯეს ხელი და მე გავიგე რომ შენთან ცხოვრობს თურმე ახლა ხო ცემე და მკურნალობ აბა სხვა რა გზა ეხლა კარგად არის ცუდად არის კეთილი ღმერთმა სულ ცუდად ამყოფოს ამენ ჩემი კარგი მამიკო სად იყო დადიკო ქვევით ვიყავი გოჩიაშვილების თემოს უსაყვედურე 21 წლის თითის ტოლა გოგო მთმები შეიღება მართლა შენი და როგორ არის ჩემი და ელინე კარგად არის ახლა გაიხრიტა წარბი ბატონესე და დადის გახარებული აქეთ იქითა ესე კი აბა კარგია რა კარგია ელენემ რომ წარბი გაიხრიტა კარგია კი мама ეხლა ლეხის ქალი რო წარბს გაიხრიტავს აი თავადის ქალმა რო გაიხრიტოს რა გემრიელი ნამცხვარია რა კარგი ქალი ჩანს ეს მარინა მაგრამ სოფი მაგას თუ გონია რომ კარგი კულინარია და მე ცუდი ძალიან ცდება იცი რა არის ელენე მე მგონი უბრალოდ პატივისცემა უნდოდა და მაგიტომ შემოიტანა მართალი ხარ სოფი მართალი მაგრამ მაგას თუ გონია რახან თვითონ პირველმა შემომაწოდა რაღაც და მე უზრდელი ვარ ძალიან ცდება მოდი ჯობია მოვიფიქროთ რა გავაკეთოთ დღეს აღამს მაინც დაპატიშა ლაშამის ხალხი მართალი ხარ სოფი უნდა მოვიფიქროთ სალათი რო გავაკეთო სალათი კარგია რომელი ბერძნული თუ ცეზარი არა ცეზარის გაკეთება არ ვიცი კარგი ბერძნული რა უნდა უქნათ რა ვიცი სოფი რაც გვაქვს იმას უზავ ელენე რას აკეთებ соус აბა სალათიო სალათი დავიწყე და соуსი გამომივიდა სად არის სოფი აბა გამისინჯე როგორია
ეთყობა როგორ ხასიათზეც იყავი. არიცი შენ. ნიკა დედიკო მოდი. აბა გამისინჯე. აქვს? არა. მიდი. მიდი. როგორია? რომ გითხრათ, ცუდია თქო, ალბათ მეჩხუბები, ხო? კი, ძალიან. მაშინ არა, ისეთი ცუდია, რომ ვერ მოგატყუა. არიცით თქვენ რა. ძალიან გემრიელია, უბრალოდ არ მშია და მეტი არ მინდა. თმებზე რა გჭირს? გაისწორე, რატო გაგიქცნენ? მირეკავენ. ეგლა მე მგონი შენ რაღაცას მიმალავ. აბა ერთი თვალებში ჩამხედე. ცალ-თალში რომ ჩაქრება. ისა თვალში? ბატონო, ესე მე ავხსნი ალბათ ამ ყველაფერს. თეკლამ საყურე გაიკეთა. საყურე გაიკეთა. საყურე? რა მოხდა? ცოტა ზევით მოუვიდა. როგორ ზევით მოუვიდა? აი ესე. გორდა? აი აქ და. ვაი, გული. არ გაქვს მამაწნევა. ხო და ბატონო ნერს ამ ბრძოლის მერე მეფე გიორგიმ ყველას დართო ნებართვა რომ მეტარებინათ პირსინგი. როგორც ესე ვაშკაცობის და სამშობლოსათვის ერთგულების სიმბოლო. ლაშა, შენ მიყვები მე თავადიშვილობის ამბებს, ა? გააქვთ ბატონო ესე ჩვენ გლეხებმა ყველაფერი ვიცით, ჭოროობა გვიყვარს. აიცი მე შენ ატივს გცემ და ჯერა. აქ იყოს. კეთილი. ხალხს. აი მე მამა შე ყველაზე საყვარელი მამიკო ხარ. კარგი. კარგი ახლა არ მიყვარს, კარგი გეყოფა. გეყოფა მე. კი არა, ვერ გამოდივარ, პირსინგით გამოვედე რაღაცა. აშა. და მოხდე, რაღაცა ვიყავი რა. შეკითხვები აღარა გაქვთ, დაიწყეთ მუშაობა. მე მაქვს ერთი შეკითხვა. მე მინდა მოგმართოთ ჩვენი მთელი კოლექტივის სახელით. პირველი ჩვენ გვაინტერესებს კოლექტივს თუ შეიძლება გამოცდის მსვლელობის დროს რომ ერთმანეთისგან გადავიზეროთ. ანუ შეიძლება. შეიძლება, ხო? შეიძლება, ხო? შეიძლება? ხო, შეიძლება. შეიძლება, ხო? შეიძლება. შეიძლება. ხო, შეიძლება. არა, რა თქმა უნდა. ანუ არა შეიძლება რომ გადავიწეროთ. გასაგებია ხო მეგობრებო? შეიძლება დავიწყოთ გამოცდა და არავითარი გვერდზე გახედვები. რეზო რა უნდა გითხო იცი? არ გინდა რომ გადაგაწერიო. ჯერ ერთი რეზო არა. მე არ მინდა. თემო. და შენ რო გადამაწერინო არც ეგ არ გინდა, ჰა? მომისმინე. საბა მქვია. საბა. და მუშაობ, მაცადე რა. ცაცია ხარ საბა? კი. ცაცია ხარ? ვა. საბა ცაცია. საბა ცაცია. პატა ფერაძე.
ანუ მარჯვენათი ვერ წერე ხო საერთოდ? ხო, ვერა. ერთი რა უნდა გითხოთ? აბა ეს კალამი გადაიტანე იქით ხელში. გადაიტანე. ერთი ეს გამომართვი. და რამაით აი ორივეს ერთად თუ შემოხაზავ თან ზუსტად. მაცადე რა. ხო. საბა იმაში ხედე. თორემ ხა მართლა ბე არის აი ზუსტი პასუხი. მომისმინე. მაცადე მუშაობა. თორემ აი ვეტყვი გამოვცდებს და გაგაგდებს. არა რა ჭაჭა რა სამო მე ალკოჰოლს არ ვსვავ რა ჭაჭას რა ეს მეუნე რა ჭაჭა რა ალკოჰოლის თავაზობს და ჰა პატა თუ არ გაჩერდები იძულებული ვიქნები მოხსნა გამოცდიდან აბა რა პატა რატომ გახარ ფეხზე? შენ მომისმინე ერთი წუთი. ერთხელ კიდე გადაულაპარაკებ შენს უკამძულს და მოხსნი საერთოდ გამოსვლა. გაიგე შენ. საერთოდ მოხსნი გამოსვლა გეუნები. დაჯექი. იცოდე ეს უკანასკნელი შენიშვნაა. შენ თუ არ იცი და ვერ წერს ფერსაცალი მუშაობა. თქვენ იცით სწორი პასუხები. ვიცი, მაგრამ უფლება არ ამოს გითხრა. და მე არც მინდა რომ სწორი პასუხები მითხრათ, რაში მჭირდება თქვენ არასწორი პასუხები მითხრათ და იმის მიხედვით მე გავაკეთებ დანარჩენს, ლოგიკა ხომ აქვს მე. არა მაქვს უფლება. დაწერე თუ შეიძლება. ია და მარინა რო შემოვლენ ეს როგორ დავახვედრო თან რასი ფიქრებს მარინა რო ცუდი კულინარია ხო იფიქრებს ელენე და რო შეუკვეთოთ მზასაჭმელი და მე მარინას უთხრათ რომ შენი გაკეთებულია მართალი ხარ სოფი მართალი და ამას რა უღოთ გადავყვაროთ რეზიკოს ვაჭამოთ კარგი ოღონ ცოტა კარგი მე დავრეკავ რეზიკო მოდი გაჭამო რა უნდა ვქნათ? აუ ძალიან ეთყობა რომ მკვდარია. არა, უბრალოდ თვალები აქვს დაჭრეტილი და გაშეშებული გდია. ჩემი საჭმელი ამას არ მოკლავდა. ხო, ალბათ დარდმა მოკლა ისეთ სამეზობლოში. ვაიმე, რა საშინელება? რა უნდა უთხრათ ახლა მარინას და გიას? აი არ ვიცი. სოფი, იქით რო ინერვიულა. ხო. რაღაც უნდა მოვიფიქრე სოფი, შენ უნდა წახვიდე ზოომაღაზიაში და იყიდო ზუსტად ასეთი თუთიყუში, რომ შევცვალოთ და ვერ მიხვდნენ. აჰა. ამას მე დავიტოვებ რა. გაგიჟდი ნიკა. კარგით რა, მკვდარი ჩიტის ყოველთ არ შეიძლება. ელენე მე ვიცი. მე ახლა წავალ ზოომაღაზიაში და ვიყიდი ზუსტად ასეთ ჩიტს. მართალი ხარ სოფი, წადი ზოომაღაზიაში და იყიდე ზუსტად ასეთი ჩიტი. კი ხო? კიდე ეს პუტარი გაგატანო და შეადარე. რა თმინდა ნიკა, ორი ფეხი, ორი ფრთა, ერთი ნისკარტი, დებილი კი არ ვარ.
საბა. ანუ დე ხო სწორი პასუხი. გეხვეწები მაცადე, მე რო გავალთ მე. აი. რასაკეთებ? აი, სუდი განათება იყო თვალები მეტკინა დახურდებით და. არა, მართლა აი თვალები სუდი განათებაა ძალიან დახურდებით აი ეს. აქ დაჭები. რა გაყვირებს მე რა ეს მოჩი ეს და ქვეყანა კი არ შევყარე მე დავამთავრე რა გაყვირებს მანახ ერთი გადაწერ და რა შენ გონი ეს ბე არის ხალხ სწორი პასუხი და ერთი წუთი დაგრჩა უი მას ერთი წუთი და ეგ არის ერთი წუთი ორი სამი თუ დამთავრეთ ჩამოვარე ნაწერი 16 წამი დამრჩა სხვათა შორის ორი წამით ადრე წამართვით რო იცოდეთ. ვა, ბავშვი, მარტო ხარ ბავშვი? კი. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ვა, რა ხდება ბავშვი, ჰა? კეიფობთ? სტუმრებს ველოდებით თუ რა ხდება? არა, ეს ისე გააწყო დედამ სუფრა. მეც გავართობი და პატასაც გავახარებო. ძალიან კარგი. ბავშვი, მომისმინე ახლა მე სააბაზანოში შევალ. გამიხარ და სხვათა შორის დიდი მადლობა ელენის. სააბაზანოში შევალ და რომ გამოვალ იქიდან მე რე შევჭა მაგრად. წავედი ბავშვი, აბა შენიცი კოცნი. ნიკა, დედიკო, სოფია არ მოსულა? არა. ნეტა ზუსტად ისეთი თუთი ყუში მოიყვანოს. ნეტა ფრინველი მოიყვანოს. ნენე გადავჭი. მართლა გილოცავ, რა მამაში. მოკლედ დაჯექი. მომყევი. მოკლედ მივედით მედალაშა სადარბაზოსთან. თებერვლის სუსხიანი ქარიქროდა. ოჯახში ფაქტიურად არავინ იყო. და ჩაბნელებულ სადარბაზოში ავის მომასწავებელი სიჩუმე იდგა. კარგი რა თეკლა, კარგი რა, ნუ აბუქებ რა. მივედით ნეს მე მოუყვები. მივედით ნესესთან უთხარით, ყველაფერი ჩაულებრივად მიიღო და წამოვედით. ხო, ეგრე იყო, მაგრამ სუსხიანი ქარიქროდა. ელენე, მალე მოვლენ გია და მარინა? კი, მალე მოვლენ. ვაი, მე ლაშა რო იცოდე რა დაგვემართა. მარინამ თუთი ყუში ხო დაგვიტოვა. მოგვიკვდა. რა? როგორ? დედიკოს გაკეთებული საჭმელი ვაჭამეთ. არა, ლაშა, ნუ გეშინია, ის საჭმელი გადავყარე, ნუ გეშინია. სუფრაზე რაც დევს, ნაწილი შეუკვეთე, ნაწილი მარკეტიდან ამოვიტანე. გამისკდა გული რა. მოიცადე ხა ის რომ მოკვდა ის თუთი ყუში. იცი როგორ უყარდათ იმათ? იცი როგორ უყარდათ რეზიკო? გუვლიდნენ, თავსევლებოდნენ, სრუნავდნენ მასე. აი ჩვენ რო პაატაკოს დაახლოებით ეგრე რა. ძალით არ გვინდოდა. აიმე საწყალი რეზიკო ძალიან იწვალა. არა, ხო ცდიდა როგორ მზარეულცა. საწყალსაც აკეთებს. მოიხო. ვერაფერი ვერ გაიგო. ამარგიშებთ ხე მე და რა რანაირად მოგეხო რო შემოვლენ.
გია და მარინა მოიკითხავენ იმ თუთიყუშს და რა უთხრათ როგორ უთხრათ რომ მოკტაო ხო ეგ როგორ უნდა უთხრათ არ ვიცი არ უნდა უთხრათ ლაშა სოფი წავიდა და ზუსტად ისე თუთიყუშს მოიყვანს შევცვლით და ვერ მიხვდებიან ხო და დიდი ხანია რაც წავიდა სოფი ისე რა მანამდე იადონი მოიყვანა და უკან გაუშვით სურათი გავატანეთ თუ არაერიოს ახ არა რო შემოვლენ ის ხალხი მოიკითხავენ იმ რიზიკოს რა არა უშავს ეგ არაფერი ლაშა მოვატყუებთ რომ ნიკას ყავს აყვარნილი ზემოთ და თამაშობს რატომ მოვატყუებთ თეკლა მართლა ყავდა და თამაშობდა ო ნიკა არა დიდი ხანი არ თამაშობდი მე გადამივარდა აიმიდან მოვიდი გია და მარინა არის ეხლა რაღაცნაირად რო გავწელოთ სანამ სოფი მოვა გაიგე ხო არ გააღოლაშა ერთი წუთი არ გააღოლაშა შემოვლენ მე გავწელოთ დროს მოიფიქროს რომ მე მოვამზადე მიდი გააღო მობრძანდით გამარჯობა გია ელენე სასიამოვნოა დაბრძანდით მე ღვინოს ჩამოვასხავ მოგეხმარებდი არა იყოს თქვენ დაბრძანდით უი ელენე რამდენიმე გაგიკეთებია აჰა არა რა სამომდა ეს ყველაფერი სულ 15 წუთში მოვამზადე რეზიკო სად არის ზემოთ მეორე სართულზე ხო მეორეს როგორ იქცეოდა ვები ძალიან კარგად საერთოდ ხმა არ მოუღია ნიკა დედიკო ჯერ თაფლი ჭამე ელენე თაფლს აჭმევა კი იცი რა მოზარდისთვის 15 წლამდე თაფლი არ ვარგა ამას აქში ჭარხლის წვენი და რძე უნდა მისცე თაფლი მინდა ოღონდ ეხლა არა ავალ მე რიზიკოს ვეთამაშებ გია ცოტა ხნის წინ ეზოში ვიყავი და იცი რა ვნახე რეზიკოსნაირ თუთიყუშს კატა მიათრებდა ლაშა რაღაცა მინდა არ მინდა მარინასთან ერთად გითხრა არის ეშინიათ რა მოკლედ წეგან სადარბაზოში ის შემხვდა მე ის დაგვი მე მგონი ნაწყენია ჩემზე რომ გავაგდე მე და მარინამ გააგდო რაზე შეატყეს ზედაც არ შემოხედა ძალიან რთული ხასიათია კეთყობა მაგას რთული და მტკიცე შენი ღირვა ასეთ ღირვას კარგი სიმღერა მომხდება შენ უნდა ამგვეცოდე კი ბატონო აზე ლაპარაკი ვარსკვლავებით განათებულ ქუჩებში თრალი მთვარე დაეხეტება არც ეს იციმითო ანერი ქართულები ხარ გაგებინები ელენე რაღაცა უცხო გემო აქვს ამ სალატს და რა გაუკეთე რა და სალათის ფურცლები, მაიონეზი, ყველი, ზეთის ხილი, თეკლა ეს რა არის? არ ვიცი. და საიდუმლო ინგრედიენტები. ლაშა მოხოდი როგორ გამიხარდა შენ გენაცვალე სათხარ ამდენი ხარ ლაშა შენ მომისმენ ეხა პატარა სუფრა რაღაცა ხო ხტები და ის არ დავპატიჟოთ რა ქვია იმას ის რო არის ხო ხტები ის დავპატიჟოთ რა ისა ლაშა
ერთი თაგვია რა Აკის ბიჭო ვერტები ვიზე გეუნები ის რო არის კაცო გია აი მე ეგეთი თაგვი პატა თუ გინდა მოიშორე ეგ პირსახოცი თუ გინდა ო რა თუ მინდა რა შენ რა მოვიშორე 이제 니체래 그렇지. გამარჯობა თუ უი გია როგორ ხარ წეხა შენზე ლაპარაკობდი სხვათა შორის მიხდი ქალბატონო მარინა ეს პატა ბინავისგანაც იყიდეთ ის ახალგაზრდა გამარჯობა ქალბატონო მარინა უჩი გია შენი მეუღლეა? ო მარინა ეს არ უნდა გამოსდო გია რა ტიპი ხარ როგორ მივიდა და უნდა გადაგეხვიო სიკრებ შეხვიდე ოთახში შეხვიდე შენ ოთახში რა მინდა ლაშე ოთახში ესეთი სტუმრები ყურია და ოთახში რა მინდა რას ლაპარაკ ორ გაგიჟდის დამანებე თავი კაც გია რა შევით კეიფობთ კეიფობთ აბა კეიფობთ მაგრამ ისეთ კეიფს აუთხარი სადაც ამღერიან აბა გია რას ქვია აბა რა ვიმღეროთ როგორ უნდა ამღოთ ყველა რა თქმა უნდა წავიდა ესპანეთის მიწავნახე მაგრამ ჩვენი ჯობია გაცივდი? ალერგია მეგონი. ვიმე ელენე დრამაში დამცხარში ხო არ უქენი თხილი? დამცხარში თხილი არა მგონია. ალერგია აქვს თხილზე? თუკი არა ზუსტად ვიცი რომ არა. არა ხო? წყალი მოვიდა. წყალი მოვიდა წყალი. არა უშავს. არა უშავს შემოგია შენას გიზავს ალერგია. არა უშავს. პატა. ბატონო? ოეთი ხარ? არა მე ძირითადად ხზავ. დიახ. ქალბატონო მარინა? ხო რუდილა რანინა, ჰა? პატა უხერხულია ოთახში შედი. დარგით ეკლა რას ლაპარაკს რა არის უხერ დამაცადე ერთი წუთი ხალხთა ლაპარაკი რაგჭის ვერ გავიგე რა მოგივიდეს ას დილობა გააქვს საერთოდ ყველა რაგჭით ვერ გავიგე რა პატა გინდა ხალაც გაჩუქებ მინდა მომე შედი მაშინ ჩემთან ოთახში ჩაიცვიდე ისე გამოდი და ნახოთ აბა როგორ მოგიხდება მედი აბა კარგი ქალბატონო მარინა უკაცრავ დიდ ბოდის გიხდით დაქტორ ხო ხტები ცოტა ხნით დიახ ეხლავე დაგიბ დიდი ბოდიში რა არ გეწყინოთ კარგი ხო მივდივარ ელენე ჩვენ რომ ვიყიდეთ პატას ბინა პატა ამიტომ ცხოვრობს თქვენთან? კი. ვაი მე ძალიან დიდი ბოდიში ასეთ სიტუაციაში რომ ჩავდივარ. კი. რაღაცა ვერ გავიგე. კიდე წავალ. გასრავთ რა ცოტა ჩუმად რა ტელეფონზე ვლაპარაკობ. ცოტა ჩუმად თუ შეიძლება რა ხო. გია ისევ ცუდად ხარ? არა. ალერგია ჩეულებრივი. არა უშავს ლაშა გაუვლის ზუსტად 2 საათში გაუვლის. ხო. უი გია მაინც გაწითლებული ხარ და ეხლა გეტყვი. დღესდღეობით სარეცხს რო ვფენდი. შენი ზოლებიანი ტრუსი ჩამივარ და ქვემოთ მეზობელთან და იქნება ამოიტანო მე არ ვიცნობ მერიდება. აი ამოვიდნენ ბარემ გავიცნობ კიდეც. ელენე, კარგი რა, რა სერჩი ამ ოჯახს? ჯერ თუთიყუში რეზიკო ახლა გია. არ ვიცით ეკლა, არა და ეს ნამცხვარი ისეთ მარკეტში ვიყიდე რომ წესით იქ თხილი საერთოდ არ უნდა ქონოდათ. გია. რა წითელი ხარ აქ ჭის რა არის? ლაშა აბა ჩუქი ჩააქრე გია თუ გაანათებს არ მე. თქვენ ასე თქვენ ქალბატონო რანინა
მარინა. ორუდი ლარანინა. ბატა, ეხლა გაჩერდი გეხვეწები ხლა. ამის დრო არის ახლა, ამის დრო არის. მართალი ხარ ლაშა, მაგის დრო არ არის ახლა. მეგობრებო, ერთით ყურადღება თუ შეიძლება. წეგან დამირეკეს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან. და მითხრეს შემდეგი რაღაცა. პირველი. ბატა თქვენ გილოცავთ წარმატებით გაიარეთ ტესტირება და მეორე ხვალ მობრძანდებით და სამსახურში აგიყვანთ სტაჟიორად. და ხო, ეს ორი. აი ესე. ასე რომ მომილოცეთ. რა ტესტები იყო ეგეთი? რა გქვია და რა გვარი ხარ? არა თეკლა შენ წარმოიდგინე უმაღლესი მათემატიკიდან იყო შეკითხვები და სხვათა შორის ძალიან კარგად ჩავაბარე რო იცოდე, ხო? ამ დღეებში ხო დამჭირდა მე და უმაღლეს მათემატიკას გადავხედე ხო ხტები კი? ამ დღეებში რატო დამჭირდა ბატა, მაინც რო ვიცოდეთ. არგი რა ლაშა, შენ მაინც ის იმდენი ვალები მქონდა, ჩაულებრივი მათემატიკა არ იყო და უმაღლეს გადავხედე. ოჩახ ბატა გილოცა, ძალიან გამიხარდა. მადლობა. ერთ რამაზე მწყდება გული. დედაქალაქი მეწოდება. ეხლა შენი ამბავი რო ვიცი, ისე განავითარებ რეგიონებს, რომ ჩვენი თბილისი ვერ აყვება ამ ტემს და ჩამორჩება. ხო, მართა გია, სხვათა შორის მაღაზია მეც ვიფიქრე მართა. არა რა არის, რა სიზავ ესეთი ყოფილა თბილისის ბედი და. ლაშა ესია სამწუხაროდ პროფესიონალები წინ მიდივართ, შენაირი უსაქმურები კი ყოველთვის სახში იჯდებიან. ბატა, სად რჩები დღეში? მაღაზია კი არ მიფიქრე. ხო, არა, მართალია ლაშა მე პროფესიონალი ვარ, მაგრამ შენ ყოველთვის ჩემზე წინ დგახარ და ჩემზე წინ იდექი. მე ყოველ ჩვენს უკან ვდგავარ. ჯერ შენ მე მე, ჯერ შენ მე მე და მე წითელი გია. გია, მე მგონი დროა დავასვენოთ ეს ოჯახი. არა, რა ოჯახებს. და ბარემ ჩვენი რეზიკო წავიყვანო. აუცილებლად. ახლავე ჩამოგიყვანთ, ახლავე ჩამოიყვან. ელენე, როგორმე სოფის მოსვლამდე დრო უნდა გავწევოთ. მართლა. არა, ჩაის და ყავის გარეშე ვერსად ვერ გაგიშვებ. დასხედით თუ შეიძლება ძალიან ქალბატონო მარინა, ჩაი თუ ყავა? ჩაი, შავი თუ მწვანე? შავი. შაქრი თუ უშაქროთ? უშაქროთ? რძით თუ მურაბით? მურაბა მარწყვის თუ კაკლის? კაკლის. და ჭიქაში თუ პატარაში? უი, რა მომიწყლე რა ზელაპარაკობდი. თავიდან დავიწყებ, ესე იგი, ჩაი თუ ყავა? ჩაი და კარზე ზარია სოფი იქნება. სოფი იქნება. მე გავაღებ. ლაშა გააღებს, თეკლა ჩაის დაასხავს. გია და მარინა, ჩემი აბაზანა რო არ ნახოთ არ შეიძლება. წამობძანდი. უი, ერთი წუთი ბოდიში რა ის. ჯერ მე შევარ რა ის. ყურის ჭხილების გადაყრა დამოვიწყდა და გადავაღებ. მაშინ გიას თხილის მერე სუფთა ჰაერი ესი ამონება, წამოდით აივანზე. ჩვენ არაჩვეულებრივი ხედი გვაქვს. ხო. ხედით მართლაც არაჩვეულებრივია. რომ გაიხედავ, აქეთ არის მოდი. ყოჩახ სოფი, ზუსტად ისეთი თუთიყუშია. კი, ზუსტად. მაგრამ რაღაც სხვანაირი სონი აქვს. იცი რა მოხდა? ზუსტად რეზიკოსნაირი არ იყო, ამიტომ ჩემ ვიზაჟისტთან გავიარეთ და ოდნავ შევღებეთ. იმედი მაქვს ვერ მივხვდეთ. არ ვიცი, თუ მიხვდებიან თქვენ თვითონ აუხსენით რაღაც მე მეჩქარება. გაგიჟდები. ხო არ დაბანებნე. არა ვიცი. უი, რეზიკოც მოსა. გია, ნახე. მიცნო და გაეხარდა. უჭკვიანესი არსება. დიდი მადლობა. ნახვამდის. დიდი მადლობა, ნახვამდის. კარგად იყავით? აბა არ დალიეთ ჩაი და. რა თუთიყუში, თუ ძმახარა. ეს თუ სხვანაირი არსებაა. დარბაისელი. ის დაგვიგაცო. მამა, რამე მითხარი რა. კარგი, კიდევ ერთხელ გეუბნები, რა მოხდა, სადაც პირსინგი გავიკეთე, იქ პატარა ტატუც რა მოხდა, ჰა, მამა. მამა, რამე მითხარი.
კარგი. გია. ამ ბოლო წლებმა ძალიან შემცვალა. საიდან მოდან? დღეს მთელი დღე ველაპარაკები რეზიკოს და თითქოს ვერ მცნობს. ეთქობა წინს. ჯერ კიდევ რეზიკოს ვეძახით ამ 10 წლის ჩიტს. ბატონო ლევას თუ ერას გეტყვით. მოგიგე, ჩემი უფრო ხმამაღალი იყო. როგორ მომიგე, ჩემი უფრო ხმამაღალი იყო. როგორ იყო შენი უფრო ხმამაღალი, მე პაატა გავაღვიძე. კიდე ხედი და გავაღვიძე, უყურე? კარგი, ხო, კარგი, მოიგე, ოღონდ არ გააღვიძო და მოიგე, ხო. ჩამოვა და გაგულანძღავს სულ ყველას რა. ხო და თუ მოვიგე, მოწიე თავი. არ ბილეთითები მაქვს რა. საერთოდ ვერ იგრძენი. აღარ უნდა ვჭამო ეს პურები. წავამი კომპიუტერზე დავждები, გავახდენ თითებს. გაახდინე. და მუსიკას მოვხსნე. მოვისმინე, ხმადაბლად ჩართე მუსიკა, ელიმი არ გააღვიძო, თორე ჩამოვა და დაგწოფავს, ხო იცი რა ხასიათზეა. კურსასმენებს გავიკეთებ. ხო, ძალიან რა, კურსასმენები გაიგეთ. პატა, გაიღვიძე? ხო, ლაშა, გავიღვიძე. იცი რა არის, ლაშა ეთყობა, რაღაც ხმაურმა გამაგვიძე, ეთყობა გარე ტრაქტორები დადიოდნენ. ხო, ტრაქტორები დადიოდნენ, პატა, ტრაქტორები. ლაშა, რა უნდა გითხრა, იცი, ეს სარკე ხო ხდები აქედან რო სხვა. წესიერად გილაპარაკე კაცო. ხო, კარგი, ეს სარკე რო სხვაგან დავკიდოთ, არ შეიძლება? რატომ უნდა დავკიდო სხვაგან? იმიტომ რომ ლაშა ყოველდღიურად რო გამოვდივარ, ეგრევე ჩემ თავს უყურებ და არ შემიძლია ლაშა ასეთ სილამაზეს რო უყურებ, ვითრგუნები. სწორედ მართალი, პატა, მეც ყოველდღიურად რო გიყურებ ისე ვითრგუნები. გამიგე ხა შეცვა. აი, ხო, კაცო, რა დაგემართა? არაფერი ეთყობა სუნამოს დასხმა მივიდა ბევრი ცოტა და ჩემი. ხო, ჩემი სუნამოს დასხმა. კარგი, ხო. ფუ, რა სუნია? პატა, ცოტა ხმადაბლა ილაპარაკე რა, დედა არ გააღვიძო ძინავს. ბავშვი. მოიხსენი. ბავშვი, ეს კარაქიანი პურები შენია? კი, ჩემია, მე არ მინდა, თუ გინდა ჭამე. ხო, კაი. ბავშვი, არ გაიკეთო. ისა რა ქვია, გინდა 5 ლარი მომეცი და კარაქიანი პურები მომეცი, ჰა? პატა, მე კარაქიანი პურები არ მინდა, თუ გინდა ჭამე. ფული. რა მაიმუნი ბავშვია, ლაშა.
აბა, ეხლა იცი რა არის? გიყურებ, აი გაკვირდები და ვერაფრით ვერ ხვდები რატო აგიყვანეს იმ სამინისტროში სტაჟიორად. შენ მაგას ვერც მიხვდები, ჩემო სუქანო და ბოღმა მეგობარო. გაიგე? ვერც მიხვდები შენ. ხო, ისე პაატა სხვათა შორის რო იცოდი, მეც მალე დავიწყებ მუშაობას. ხო, ლაშა, უნდა დაიწყო მუშაობა, აბა, როდემდე უნდა ისდე ესე სახში უსაქმრო და ბოლო როდემდე უნდა იყო ჩემ კისერზე. არ სხვენია რა. რა ხდება? სად იწყებ მუშაობას, აბა, სად უნდა დაიწყო ის მაინც მითხარი, აბა. სად ვიწყებ? სად ვიწყებ? სად, აბა? კაფეტერიის პული ხომ აქვს? ხო და ეხლა გადავწყვიტე რომ რაღაცა ბიზნესი წამოვიწყო, აფთიაქი მინდა რა გავხსნე, ეხლა ფარც ვეძებ. ძალიან მაგარია. ფარც ეძებს ფარც. ძალიან მაგარია. ისე წარმოდგენე რა მაგარი განცხადება გამოვა გაზეთისთვის. დაიწერება ესე, უყურე, ფართო ფართი ვეძებ ფარც, ჰა? როგორია? ლაშა, შენც მაგარი ხარ. ამხელა ფართი ხარ, ბიჭო, რა ფარც ეძებეთი. იცი რა ქენი, გახსენე ეხლა აფთიაქი შენ უყურე, მუცელში, შენთან მუცელში გახსენე აფთიაქი. ძალიან მაგარი იქნება, ჭირთან გააკეთე ესე პატარა ფანჯარა, თუ გინდა ღილაკიც, სადღეღამისო, ხო და ესე რომ მოვლენ ხოლმე ეს კლიენტებს შეგიძლია თვითონ ჩასვი, გამყიდველი და აქედან ყიდე. დღე და ღამე 24 საათი. რა? ხო, კარგი აზრია. მაგარი. ძალიან კარგი აზრია, ბატ. აი ხლა შენ რომ რეგიონალურ განვითარებას რო დაიწყებ, ხო, შენ და რო განავითარებ, ანუ დაღუპავ რომელიმე რეგიონს, მე ჩამოვალ ჩემი აფთიაქით და იქ ვუმკურნალებ ხალხს. დღე და ღამე 24 საათი, ბატ. მომისმინე ხა შენ მე სერიოზულად გეუბნები, გახსენე იქ აფთიაქის ბიზნესი. ყოველ შემთხვევაში იმედია იქ მაინც არ ჩაგივარდებათ ეგ ბიზნესი, ისე როგორც ის კაფეტერიის ბიზნესი ჩაგივარდათ, ხო? რატო არ ჩამივარდება ეს ბიზნესი? რა ვიცი ლაშა, ხა იმედია შენ იმას რა ქვია, ვეროშპიროს ნოშპას და იმ აგენტამიცის არ შეჭამდა. მაიცა, თუ შეჭამ. მიდი და გააჩერე მართლა და უთხარი. ბავშვი. რაფჭის გული გერევა რა დღეში. ხერი. კი, ხერი ხნავი გაჩერდი. უსაც მე მიკეთია. გაჩუნდი ნიკა, რო გეუბნები, არ გააღვიძო მე და შენი გითხარ, ხო? წავედი, ეხლა მე მოკლედ სამსახურში წავედი და რა სიზავა ესეა უსაქმურები კიდე სახში რჩებით, აბა რა ვქნა ლაშა. არ არის მეთქი ეს ნორმალური რო გეუბნებით არ გჯერათ ხო? კაპტაირებია გამოში. წავედი, აბა საქონელი ხო არ ვარ სახში რო იჯდე. რა არის ეს რა დიპლომატი გიჭი, რა გიდევ, სად გინებ დიპლომატი, რა გიდევ შიგნით? ჩუსტები. რა ჩუსტები? ჩუსტები ლაშა არის, რა არის ჩუსტები, რა ვქნა, საბუთები არ მაგდა, რაღაც ხო უნდა ჩავდო, ისე ხო არ წავიღებ. და სამსახურში რომ მივალ, ამ ჩუსტებს ჩავიცვე, ფეხებს დავასვენებ, იცი რა მაგარია. ხო, წავედი ეხლა და აბა თქვენ იცით ეხლა, პაატა ფერაძე, ფერაძე უпростоრად მიდის სამსახურში. კარგი, გაჩერდი პაატა, გაჩუმდი მე, შენ რა გენაღლება მიდიხარ და გაიღვიძებს ელენე და ნახე რა დღეს ჩავყრის მე ჩვენ. ნახვამდის უსაქმურებო, ნახვამდის. სხვათა შორის ელენე რო გაიღვიძებს უთხარით რომ პაატა ფერაძე სამსახურში წავიდა უსაქმურებო, კარგით? ვიდე ეხლა იღნა. ძლივ სახში სიწყნარეა რა. ლაშა! ილოცავ. ხო ელენე. სოფი, ეგ სათვალე რატომ გიკეთია, ვერ ხედავ? არა თეკლა, ეს მზის სათვალეა. არა, მაგას არ გეკითხები, სარკეში რომ იყურები, ვერ ხედავ რას იკეთებ ხოლმე? ელენე, ისე რა უფრო საშინელება იყო, ილიასთან დაშორება თუ თეკლას სახის ყოველდღე ყურება? კარგი რა სოფი, რა კიდე ილიას გახსენება მინდა, მე ნუ მელაპარაკებით მაგაზე. სადაც ნერვებზე ვარ მოშლილი ამდენი ხანია. კარგით. მე ვიცი. გუშინ წავეკითხე კოსმოპოლიტენში, რომ ყველაზე მოდური ყოფილა ან ჭიპის გახურება და ან ქველმოქმედება. ხო და გადავწყვიტე რომ ჭიპი გამიხრიდა, მაგრამ მე გავიგე რომ შეიძლება კანი გამიღიზიანდეს. ამიტომ გადავწყვიტე ქველმოქმედი გავხდე. მოიცა, სოფი, შენ უნდა გახდე ქველმოქმედი, რასაც ციოა. თეკლა, მე უკვე დიდი ხანია ქველმოქმედი ვარ. შეხედე რომ
მეგობრები. კარგია სოფი ქველმოქმედება, კარგი საქმის კეთებას რაჯობია, მაგრამ აი ხანდახან ბუნებასაც თუ დაეხმარები კარგს ისა. ბუნებას როგორ? აი ეს ფოცხვერი რო გაცვია ხოლმე, ხანდახან ტყეში გაუშვი. კარგი რა ელენე, მე სერიოზულად კარგი საქმის გაკეთება მინდა, თქვენ კიდე დამცინი. მაშინ გაჩუმდი. რატო ვერ გავიგე? გაჩუმებაზე უკეთეს ვერაფერს ვერ ვიზამ? არა, უბრალოდ ბარში კარგი მუსიკაა და მოსმენა მინდა. მიფიქრეთ რამე? ვერა. თქვენ? რა დროზე მითხარით რა გნებავთ? სამი ნამცხვარი ყავა ხელსაწმენდები ბევრი. ბევრი? ხო, ხელით უყვარს ჭამადა. კარგით, როგორც თუ დამოგვიანდება დიდ ამბავს ნუატეხავთ. გამახსენდება და მოვა. ნუმინია ცენტურად ხარას. ისე მეც მაქვს გოგოებო რაღაც ახალი ჰობივით. რა და მამა ჩემი ხომ აძინებს ხოლმე 9 საათზე. ხო და მე 2 საათამდე არ მეძინება და სიმღერებს წერ. და როგორ იფიქრებ ხოლმე? რა ვიცი, ეს თავისი თმა ფიქრდება. მართლა? მე კიდე თავისით არაფერი არ მოფიქრდები. კარგი სოფი მოგასმენინე ფაუცილებად, ხო. ხო და მე რომ მოგასმენინებ, თქვენც თუ მოგეწონებათ, მე უკვე ვიფიქრებ დისკის ჩაწერაზე. კარგია თეკლა სიმღერების წერა რო დაიწყე, აი დისკს რო ჩაწერ კი არავინ არ იყიდის, მაგრამ ქველმოქმედ ხალხს რა გამოვლებს, მოვიყიდია. გაცრავად, თუ არაფერს არ იღებთ, გაბრძანდით. ხალხი შემოვიდა. ელენე სკანდალები არ გვინდა. რამაგარია კაბინეტი, საოფისე სავარძლები, მოწმენდილი თაღლები, იატაკი, თავი მგონი ამერიკულ ფილმებში. იო, რამაგარია. უი, შენ ის არა, რეზო. საბა, მარჯვენა. საცია, მართალი. როგორ ახლა? კარგად, შენ? ძალიან კარგი, რა ვიცი, არა მისის, კარგად. საბა, შენ ალბათ ჩემი მდივანი ხარ, ხო? არა, მე სტაჟიორი. ხო, სტაჟიორი მდივანი. არა, ჩვენ ერთად ვართ სტაჟიორები. ანუ კონკურენტები. კონკურენტები. საბა რა არის ახლა დავფიქრდი და წარმოიდგინე რა ძნელია ესე დამთრგუნველ პირობებში მუშაობა, ხო ხდები როცა ისი რომ სულ რაღაც 1 მეტრში შენი კონკურენტის ის რა. ხო და მოდი საბა ესე მოვიქცეთ. მე ვიქნები შენი უფროსი. ნუ კაცრი უფროსი. და შენი ყავი ჩემი მდივანი. დამჯერი მდივანი. არა, არ მაწყობს. არ გაწყობს კი არა, ეხლა გადიმედი და ყავა მომიტანე დროზე ნერვები არ მომიშაუყურე ამას გაგაგდებ სამსახური და საერთოდ იცოდე. ხო მაგარია ესე. მაგარია. მაგრამ გავერთობით, საბა, მაგრამ გავერთობით. ვერ გავერთობით, არ არის მაგარი. თუ ყავა გინდა, ჩადი ბუფეტში და აქვთ. ხო, კარგი. კიდე რა აქვს მაგ ბუფეტში? რავი, ჩაი, კრუასანები, სენდვიჩები. ისა მაგარი ეს რეგიონალური განვითარების სამინისტრო თუ ლაუნჯი ერთი. ძალიან მაგარი, ხო. კარგი, ეს იყოს ჯერ არ მოხსნი უფრო დიდხანს შეინახავს. საბა, რა უნდა კითხო, იცი? ჩემი დიპლომი აი აქ რო დავკიდო. ხედავ თუ მაგიდასთან დაკიდო. კარგად ჩანს, კარგად ჩანს. საბა, რა უნდა კითხა, იცი? ხა გულახდილად მითხარ. შენ ალბათ ვიღაცა გფარველობს, ხო? არა. აბა სახეზე რო არ გეტყობა რომ განათლებული ხარ. ეს რა არის აბა? რავი, დიპლომები, სიგელები, სერტიფიკატები. ები. კარგი, მაშინ ამას იყო საქმე შევინახავ და საბა, რა უნდა კითხო, ეს ტელეფონი ყველგან ეკავს ერთი, ნუნუს უნდა დაურეკო და გული უნდა გაუხეთქო ბოლოს და ბოლოს რა. ნუნუ არ ვიცი ვინა, მაგრამ მაიქ შიდა ტელეფონია. შიდა ტელეფონია, ხო, ძალიან კარგი, აბა ნახოთ. აბა ერთიანზე რა ხდება? ერთია მინისტრია, სადრეგო. საბა, რა გვარი ხარ შენ? ჯიბლაძე. საბა ვარ ჯიბლაძე საცია, დიახ. აუქნა ესე გამოვიდა, საბა, ესე გამოვიდა, აბა.
გამარჯობა. გამარჯობა. მე თქვენი პატარა ბიჭი გენაცვალეს. პატარა ბიჭი. შეხედე რა კარგი პატარა ბიჭია, პატარა ბიჭი. მომისმინე შენ მინისტრი აქ არის? კი, საწყალი საბა. მინისტრმა იცის მე აქ რო ვარ. არ მგონია. კომუნიკაცია ამის სახეთი სამსახურში ცოტა და მე ამას მივხედავ სხვათა შორის, ხო? კარგით. აი ეს ფურცლები გამომართვი და შე. შენ გას პატარა ბიჭი. უი შენ გაგზავნია ხოლმე გენაცვალე რა კარგი ხარ შენ. გამომართვი ეს ლარიანი აიღე. ხო და წადი ეხლა და გარეთ ის რო დგას რა ქვია ის შოკოლადი ჩამოაგდე ერთი ცალი 20 თეთრი აკნე დაამატე არაფერი არ მოგიო პატარა ბიჭი. მე სამსახურიდან თუ დაგიპირებენ გაგდება სერტო სიტყვა შეგაწევ მე. მე მეთქე რაღაც გეშ. გაჩედი ბიჭო. უკრე რა ბრაზილი ყოფილა სელკი. ბიჭო, გაჩედი. დამიბუნე ფურცელი ჩემი. ბატონო, მომეცი. აიღე ხა. აიღე ფურცელი. მომეცი. აიღე ფურცელი. 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 რატო არ გამოგდის რატო ნეტა რატო არ გამოგდის პატარა ბიჭი. კარგი, მე გავდა. ისა პატარა ბიჭი. სკალამი დამივარდა და შენ მაინც იატაკთან ახლოს ხარ და მომაწოდე. თიდან მოჩანდა დაჭრილი შველი. არა, მთაზე მიღოღავს დაჭრილი. მთაზე მიღოღავს დაჭრილი. თეკლა რა საკეთებ? ნიკა სიმღერას წერ. არ გამოგდის ალბათ ხო? ატას გიტარაა და მაგიტომ თან აშლილია ცოტა. და რაზეა სიმღერა? ბედნიერებაზე. თაზე მიღოღავს დაჭრილი შველი. დაჭრილი შველი, აი აქ მინდა დაჭრილი შველის რითმა მინდა. დაჭრილი შველი. ლამაზი ველი. არა, დაჭრილი შველი, ობოლი ბელი. ობოლი ბელი. თაზე მიღოღავს დაჭრილი შველი, დედას ნატრულობს ობოლი ბელი. რა ბედნიერი სიმღერა. აქ მისამღერი უნდა. თეკლა ილია გამახსენდა. იმასაც ასეთი უხეში წვერი ქონდა. ეს კარგი მისამღერია. მთიდან თაზე მიღოღავს დაჭრილი შველი, დედას ნატრულობს ობოლი ბელი. აუ თეკლა, გააღერა, მე არცალი არაფერს ვაკეთებ. არა, გამარჯობა. სოფი მოიყვანეთ, მადლობთ, ისე ვერ აგნებდი ხო დღესაც. არა, მამუკა, მიდი, შედი. ასეთი მოუვლელი რომ დავინახე შენ გამახსენდი, შემეცოდა და ამოვიყვანე. გაჯექი მამუკა. აი მიირთი. მოდი. გამარჯობათ. გამარჯობა. ჭამე. ეგ ჩემი მომზადებულია. არა, იყოს ეზოში რამეს ვიპოვი და იმას შევჭამ. აი ხილი მაინც ჭამე. ეს ვაშლი გარეთ ხილია? კი. სოფი. ვინ არის ეს? უსახლკაროა. შემეცოდა და ამოვიყვანე. მე ხო დილით ქველმოქმედი გავხდი. აი მე საწყალი რანაირად აცვია. აბა, თან როგორი შარფი უკეთია. ეგ ჩემი შარფია, მე მივეცი. უი საწყალი. ელენე, აქ რო იცხოვროს შეიძლება? სოფი აქ რატო უნდა იცხოვროს? რა ვიცი, პაატა ცხოვრობს და დიდი ამბავი. არა, მაგ არგუმენტს რამე უნდა მოუფიქროთ, თორე მალე მთელი თბილისი აქ იცხოვრებს. მამუკა, სახლი გააქვს? კი, ყუთებით მაგ აშენებული და იქ ცხოვრობ. და რა პროექტია? სოფი. რაღაცა პროექტი. კი, არ ნიკა, დედიკო, მიდი დაელაპარაკე. მიდი.
დედა, ეს ალბათ სკოლაში ვერ ივის და განათლებას ვერ მიიღებს და ჩემი წიგნები ხო არ ვაჩუქოთ. მიდი ახლა დროს დაელაპარაკე. გამარჯობა, მე ნიკა ვარ. მამუკა. მამუკა, თაფლი გიყვარს? კი. ეს ჭამე. ეს კიდე სახში წაიღე. არა იყოს, ისედაც ძალიან შეგაწუხეთ. არა, შეწუხება. და რას აკეთებ ხოლმე? რასაც მინდა იმას ვაკეთებ. ქუჩაში ვარ, დავდივარ, ვთამაშობ. დედა, მე მივხვდი რაც უნდა გამოვიდე. რა? ა? სათხარ დედიკო? რა გინდა, მანდ გაცივდები და დაიწყებ ხელას. მეგობართან ხარ სახლში? მოიცა, ფანჯარა არ იყოს ღია, თორემ გაცივდები და დაიწყებ ხელას. დედიკო, ჭკვიანად იყავი, თორე გაცივდები და კაი დედიკო, მალე მოდი სახლში. მოხვედი გია? კი, მოვედი. ჩადას მიხედე რა. დღეს სამსახურში ჩამოვედი მომასწავლე და ძალიან მშია. რა გვაქვს? რა და ჩიხითმა. ჩიხირთმა? ჩიხირთმა, ჩიხირთმა. ჩიხირთმა. მე ხორცები სად არის? ხორცი ამოვიღე, ქოლესტერინი. არ მინდა უხორცო ჩიხირთმა, ჩახოხბილი მინდა. ჩახოხბილი? არა გვაქვს, გუში მქონდა და არ ჭამე. ასე თქვი, კატლეტი მინდაო, კატლეტი გუში წინ მქონდა და ისიც არ ჭამე. აი, ხო ხედავ? სულ ერთი დღით მისწრებ წინ. აი, მაძამე შენი უხორცო ჩიხირთმა. აი, ნუ გუზღუნებ, საღამოს კექს გამოვაცხობ და ერთად უყუროთ რამე კარგ ფილმს. რაც გადმოვედი არ დამისვენია. კექსი ძალიან კარგია, საღამოს არის კარგი ფეხბურთი. ფეხბურთია ხო საღამოს? ნასლაბარაკობ. მაშინ მე გამოვაცხობ თხილიან კექს. ცომშიც ძალიან ბევრ თხილს უზამ, ზემოდანაც ძალიან ბევრ თხილს მოვაყრი. რას მაშინეთ მე? დამემართება ალერგია და შენი მოსავლელი ვიქნები მაინც. არ ვეცლება, არა. საღამოს კარგი ფეხბურთია და უნდა უყურო. სად არის ტელევიზორის პულტი? ტელევიზორის გვერდით დევს. 4 გვერდი აქვს ტელევიზორს. მარჯვნივ. მარჯვნივ. შემგალ მარჯვნივ თუ ტელევიზორისგან? ლაგოდა. ახლა რა ხდება? ქვეყანას თუ დედა საღამოდებს, სიმარი. გია? ჩუმად? გია. ჩუმად. ჩუმად ვარ, რა გჭირს? ой, ახლა ხარ. რაო რა ხდება? არ გამაგიჟო, არა რა, ომი, ნუ იქნება და არაფერი არ მინდა. არა, ჩემი შავი პერანგი რო იყო, 2 თეთრი ზოლით, გარეცხე? უი, შენი შავი პერანგი გავრეცხე და აქ არის. ეს არის თეთრი პერანგი შავი ზოლებით. უი, მეცი რა დამემართა. მე არ მეგემართა. ეს პერანგი რო გავრეცხე? რაღაცა შეყვეტყობა და თეთრი ზოლი შეიღება შავად. მერე მათეთრებელში ჩავაგდე და შავი რაც იყო გათეთრე. კაი, უხდება ეს ხო, კაი. ხო და მაგიტომ გავრეცხე. კი, ზუსტად. აბა როგორ მოგეწონა შამპუნი? სუნი კარგი აქვს, მაგრამ გემო არ მომეწონა. აი თეკლა როგორც ვფიქრობდი, ბიჭი აღმოჩნდა. ხედავ, კარგი საქმე გავაკეთებ. კარგი საქმე კი არ გააკეთე, ისე კარგად გამოიყურება, მე მგონი აღარავინ აღარ დაეხმარება მაგას. აი, თეთრეული, ტანსაცმელი და საჭმელიც ჩაუდე.
კარგით, ახლა თქვენ ადით, შეიძლება ეს ყველაფერი მოერიდოს თქვენგან და მე მივცემ. კარგი, ნიკაზე წამო. კარგია. ისა სოფი მოიცადე. აი ესეც მიეცი მათ. ვაიმე, თეკლა რა წუწურაკი ხარ? მამუკა, მოდი. მოდი ნახე რა უნდა მოგცე. ნახვამდის. წავიდა, ჩამოდით. წავიდა? ხო. მოიცა სოფი. ეს ჩანთა რატო არ წაიღო? ფული აიღო, სხვა რაღაცები წაიღო და ბოდიში მოგიხადათ რომ ვერ დაგემშვიდობათ. სხვა რაღაცები. აი, ჩემი საფულე წაუღია. ვაიმე, თეკლა ჩემიც. Yes, ლეპტოპი არ წაუღია. რა? ეხლა მთავარია პანიკას არ აყვეთ. მთავარია ლოგიკურად მივყვეთ და გავიგოთ ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა. ამ ოთახში ვიყავით მე და მამუკამ წაიღო. მეც არ ვიფიქრე რატომ ანიშნა ესე და ჩაიდო აიპადი ჩანთაში. ჩემი აიპადი წაიღო? აუ, მართლა წაუღია რა. მე ხო ბედი არ მაქვს რა, წინლე მაინც წაიღო. Yes, დამტენი ხო მაინც დარჩა. ნიკა მარტო დამტენი რა დგინდა. ხო, მართალი ხარ, მარტო ეს რა თმიდა. მაშინ ბოლომდე გაიხაროს. მობილური მაინც წაიღო. ეხლა ხო დაურეკავდი და ვეტყოდი, ეხლავე მოიტანე ყველაფერი. ხო, მიდი დაეწიე და მიეცი. გამარჯობათ მეზობლებო. ნაშა, მოდი. მოგდანდი. აი ვახშმობას აპირებს და დაგვეწვიე. თან სახლიდან მოდიხარ და დაიღლებოდი ძალიან. მე გეცინებოდა და მათად აღლილი იქნება. მოდი დაჭიქე, მოდი. არა, იყოს, რა გაქვთ რაო? ჩიხირთმა. უხორცო. ჯერ ჩიხირთმა მიერთვი. მერე ნამცხვარი გასინჯე და მერე ხილი. სხვათა შორის ეს ხილი ჩვენი მეზობელი რომ არის, ნუნუ. კარგი ქალია ეტყობა. იმან მოგვიკითხა. ხო, ჩვენგან გამოიტანა. ძალიან გავლენია. და სულ ასეთ გემრიელ საჭმელებს აკეთებს? და მე რატო ხარ ესე გამხდარი? ცოტა სჭამ? აზე არა ხარ. ნეტა ელენეც ესეთ გემრიელ საჭმელებს აკეთებს რა. ალო. ხო ელენე. რა წამოვიღო? ნახევარ ფაბრიკატის სუპი და გაყინული ხინკალი? კარგი. რა კარგები ხართ რა. ისა ბაშა. სანამ აქ შემოხვდები სადარბაზოში. ის ხომ არ შეხვდა. ის თავი ნუ. არა არ შეხვდა. ჩუმად რა მეუბნები. რა ეს მარინას ეშინია იმ თაგვის. არა ხა თაგვის თუ ვინა გეშინოდეს კი ბატონო, მაგრამ იმ თაგვის ბიჭო. ამასენა თუ ყურე დისკავერიზე იყო გადაცემა, დიდი გადაცემა იყო თაგვებზე. მინდვრის თაგვებზე. მინდვრის თაგვები ეს არის სხვა სამყარო, გეუბნები. აი, როგორ გითხარ რა, ეხლა თავისთვის არიან, იგი რაღაც თავისი წესები აქვს, იგი მიდიან, მოდიან რაღაცა. აი, შეჭამე ხო, ճამე. ეხლა ეს ჩემი. აი, ეს ჩემი. ეს რო ეხლა იქ გაუშვა, ხო? ვერაფერს ვერ ეძახ. აი, დაიღუპება გეუბნები. ეხლა ვითომ თაგვია, ხო? თაგვი, ეს არის ოჯახის თაგვი. მე მაგას სახლიდან არ გავაგდებ, რა თქმა უნდა. მაგრამ როგორ გითხარი ხა მარინა თან ეშინია, მე უნდა გავაგდოთ. როგორ გავაგდო მითხარი? ჯანაირად. აბა? დამწვარი არ გასინჯე ლაშა? სამბობ აუცილებლად უნდა გასინჯო. დღეს გამოვასხე და ძალიან მაინტერესებს როგორი გამოვიდა. იცოდე თუ არ მოგეწონება უნდა მითხრა.
გეტყვით გავსიჯავ და გეტყვით მაშინ. ზენ რატო ხდებით რაც. გავსინჯე ხალბატონო მე ძალიან გემრიელი იყო. კიდე ხო არ გინდა? არა. ნახძანით არა მეც ვერა ერთ ნაჭას თუ მომიწი თორე. მედი არა. და ყავა? ჩაი. აი. ჩვენ გადავждები ტელევიზორთან მაშინ. იქ მოიტანს? როგორ? აქა ვართ ჩვენ. რა საბუდი ჩვენ რა ბიზნესის დაწყება მინდაო რაღაცაო. ხო, კი. რა ვიცი, ვაპირებ რომ ბიზნესის წამოვიწყო, აი, აფთიაქის გახსნას ვაპირებ და ფარც ვეძებ რა. მაინც ახლა სამედიცინო განათლება მაქვს და რა? სამედიცინო განათლება? კი. მოიცა, აბა მე პარიკმახერი რატომ მეგონა? მარინა. იცი შენ ლაშა რა პროფესიისაა? ხო არ ვიცი. ჩვენი კარის მეზობელი ახლა რა პროფესიის ექნება არ ვიცი. ხო ერთი კოვზი ჩამიყარეთ მეტყვილს მაინც ვერ იდები და ლაშა, ისე ჩემი ბიჭი მინდა მოვიყვანო თქვენთან. კი, რა პრობლემა. რაღაცა სულ გაწეწილი დადის ამბობ. რა გაწეწილი? რას ამბობ ახლა? კაცი ექიმია. ეგ არ უნდა იცოდე? ოი. ექიმი. კი, ექიმი ვარ. სტომატოლოგი ვარ და ხო ახლა ვცდილობ რომ რაღაცა ბიზნესი წამოვიწყო. აფთიაქის გახსნას ვაპირებ და აი ფარც ვეძებ. აფთიაქისთვის. ფარც? დიახ. მე რატომ არ მითხარი? ჩემ მეგობარს აქვს არაჩვეულებრივი ფართი მარჯანიშვილის მეტროსთან. თვითონ რაღაცა ვერ მოახერხა, ვერაფერი ვერ გააკეთა და იქნება მოგაქირაოს. დაურეკა, მოვა საღამოს და დაელაპარაკე. მართლა რა ვიცი თუ ამას გამიკეთებთ ძალიან დავალებული ვიქნები თქვენთან. რა ხო დაურეკა. თან გასათხოვარია. შენს უცოლო ლაშა. უცოლო ხო. ყველაზე მეტად ეგ სიტყვა არ მიხდება. ტანცერცა და ხო გიხდება ნუ. ოჩე პრინციპში არც ეგ. კარგი ნიკუშა და დააწყნარდი, ახალ აიპადს გიყიდი. ვერ მიყიდი, შენ ხო არ მუშაობ. ლაშა ბიძია გიყიდის. არც მუშაობს. კარგი, მაშინ მოვპაროთ ვინმეს. სოფი, რას ფიქრობდი? იცი შარშა რომ ტელეფონი დაკარგე, ეგეც იმან ხომ არ წაიღო. იცი რა, მეც მაგას ვფიქრობ. ასაშინელება რა. რა ვქნა ხა აიპედის გარეშე? მართლა ხო არ ვიმეცადინე. აუ, სოფი რა, მამუკა. ოქნა. კარგი რა. აიღო ეს სოფი. ხო, კარგი, ნუ წუწუნებთ. მოდით აქ, დასხედით, მოდით. მე ძალიან კარგი რაღაც მაქვს მოფიქრებული. ჩემი დაწერილი სიმღერა უნდა მოგასმენინოთ, ყველანაირი პრობლემა დაგავწყდებით და გამხიარებდებით. ნიკა, აქ დაჯექი ქვემოთ. ჩამოდი. ეს დამიჭირე მაინც ახალი დაწერილი მაქვს და რაც. გაიღიმეთ? ესე კარგია და გამომყევი მე. რას ჩამოგტირით სახეები? ელენეც როგორ მოწყენ ილია. აბა ახლავე გამხიარულდით, იკითხავთ როგორ ეს ადვილია. და დავიწყდეს შენი პრობლემა და ბევრი ცრემლი რომ არიდინო. საგმარისი არა მე ლამაზი, თუნდაც ბუნების სიმშვენიერე წარმოიდგინო. წარმოიდგინეთ უღრუბლო ზეცა, არწივი მოქრის და კურდღელს ეცა.
ხაზე მიღողავს დაჭრილი შველი დედას ნატრულობს ობოლი ბელი აკლემს აფთარმა მოკბიჩა კუზი ობობას ქსელში გაება ბუზი ნიანგმა კურდღელს ჩაარტყა კუდი წარმოიდგინე გამხიარულდი იკვებებიან სვავები ლომით თევზი ერთობა ქვიშაზე ხტომით სპილოს ფეხი და ქვეშ მტრედის ხუნდი წარმოიდგინე გამხიარულდი ელენე, ამან წარბი რო გაიხრიტა რაღაცა დაიზიანა. მოგეწონათ ხო? აი ეს ბოლოს ხუნდი მეც არ მომწონს. ლაშა, ელენეს თავის წამალი არ იქნება? არ ვიცი. გიამ იმდენი ილაპარაკა იმ დიდ თაგვზე რომ ძალიან მეშინია. კითხავ. არა. კითხე თუ გინდა. ის ისეთია. პირს არ დააგარებს ამას. არე ვახშმებთ? დროა უკვე. კი, მართალი ხარ. არა. ვიცით რა, ჯობია მე მგონი თქვენი მეგობარი მოვიდეს. აი ფართის ამბავზე დავილაპარაკებთ და მე კი ბატონო. ეს მართალი ხარ. გოცა ორივე მართალი როგორ ხარ? ალბათ მოვიდა ხო? მოდი. ეხლა უნდა მოაწონოთ არის ხო იცი? უცადე თუ მოეწონები ფართი შენია. ხო. მე აი ზუსტად აი აქ ცხოვრობდა. დიანა ეს ლაშა ეს დიანა მე მგონი მომწონა. ესე უყურებს, მე მგონი აჩუქებს იმ ფაქტს. დიანა გამარჯობა. გამარჯობა გიგია. დიანა ნამდვილად არ ვიცოდი თუ შენ გნახავდი აქ. ხო, მეც არ ვიცოდი მარინა თუ შენზე მეუბნებოდა. თქვენ იცნობთ ერთმანეთს საიდან? მარი, წამოდი რაღაც უნდა მოგიყვე. შევლენ ესე და საათობით ჭორაობენ, ლაპარაკობენ, რატო შეგიყვე? მე და ეხლა ვიშოვენ. ავიცი ალბათ იმე ერთ სუკანს. ის ხო იცი? ადამიანმა 8 წელიწადი შეუჩერებლი რომ იყვიროს, იმდენი ენერგია გამოიყოფა რომ ერთი ჭიქაყავა ადუღდება. ხო და აი ესე მაგას ამ თავის ჭორაობით 2 დღეში შეძლებ. არ ხშია წამოვჭამოთ. არა, არა. გია ეს რაღაც უნდა გითხრა რა. გაი, ის თაგვინახე არა? არა, კაცო, თაგვი კი არა. არა, თაგვი არა. გია. მე და დიანა ოხები რა. მე და დიანა რა, ხო რა, აი. რა? მე და დიანა რა, ადრე ჩვენ. ო რა, რა. მე და დიანა ადრე. რა. მე და დიანა ადრე. მე და დიანა ადრე. მე და დიანა ადრე. გეხურები ვიცი ასე რა მითხრა. რა. ვიცი, ყველაფერს მივხვდი. უბრალოდ შენ თუ იყავი ის ლაშე, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ. მოიცა ეგ ამბავი იცი თქვენ? იმ ჩაშლილი ქორწილის მერე სულ ჩვენთან იჯდა დიანა. მარინა აწყნარებდა, ამშვიდებდა. არა, აგიხსნი რა გია ახლა მე. თუნდაც მახარ, ამიხსნა გას. ეგ არ გამტყუნები. არა. ძალიან კარგად ვიცნობ მაქალს. ისე უნდა გათხოვება, რომ ჩვენ რეზიკოსთან ეფლიტავებოდა სანამ არ გაიგო რომ თუთიყუში. არა გია რა. აი აქ თუ შევხვდებოდი დიანას შენთან ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რა. აიგა რა. დროზე უნდა დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები, თორე ძალიან პატარაა ჩვენი საქართველო.
გამარჯვებთ რა. აქშია? არა, კი არა, ნამდვილად ვერ შევჭამ, ნამდვილად ეხლა ნამდვილად ვერ შევჭამ. გია. იცი რა მომიყვა დიანა? კი. ლაშა ყოფილა ის დათუჩა. ლაშა, ჩემო კარგო. რაღაც მინდა გითხრა. ისე ნერვიულობდა. ისეთი დათრგუნული იყო. გული მიკუტებოდა. ლაშა. ქალი სათუთი არსება. შეიძლება ერთ პატარა დეტალს კაცმა არ მეაქციოს ყურადღება, მაგრამ ქალისთვის ეს დეტალი ყველაფერს ნიშნავს. გულით ვაწყნარებდი, ვამშვიდებდი და ბოლოს დამიჯერა. აი სულ ეს იყო რაც მინდოდა მე თქვა იმედი არ დაწყდა. კარგი, ახლა გამოვიყვან დიანას და დაელაპარაკები ფარცე. არც ახლა ხშია? აუ მაგრად. მოდი რა მე. არა ამში მე. გია. მოდი. კარგი რა. დამანებთ, კარგავწი რა. კარგი, ჩვენ წავალთ კარგიდე? ისაუბრეთ. აუ. აბა, გისმენ ლაშა. დიანა, ალბათ მარინამ გითხრა რომ მე აი იმ ფართით ვარ დაინტერესებული და ხოლოდ ფართით? გულით არა. დიანა ძალიან ხო, ჩვენ ხო შევთანხმდით რომ მეგობრებად უნდა დავრჩენილიყავი და აღარ გვინდა ეს. ხო, აი, სურათები მოგიტანე. შეგიძლია დაათვალიერო. კი ბატონო, კი ბატონო. კარგია, კარგი. ხო. კარგია. მაგ მაყოფილებს ეს ფართი მშვენიერი. წავიდეთ და გინდა დაგათვალიერებინე. არა, სურათებიდანაც ნათლად ჩანს ყველაფერი. ისე უცნაურია, ძალიან გამიკვირდა რომ სურათებით ვერ იცანი. ლაშა, შენ ნამყოფი ხარ იქ. აბა კარგად დაფიქრდი და გაიხსენე. აი, სანთლები, შამპანიური, ცემენტის ტომრები. კი, გამახსენდა. კარგი ფართია ის. შენ მაწყობს. ხო, ესე იგი შევთანხმდით და იქირავე? ხო, დიანა, მაგრამ რა ვიცი, აი ცოტა ფასი, მეძვირება ცოტა, სიმართლე. შეგიძლია დამაკლებინო, ლაშა. არ არის ცუდი ფასი, მე გადავიხდი. კარგი. მაშინ ისე არ ახარ წინ დახედული ლაშა. დაგა. რატო და იქ ფართი შეიძლება შენი გამختارიყო, მაგრამ არ მოინდომე. ხოდი იყავი ასე და იხადე ფულები. მოდი პატარა ბიჭი, მოდი ძინესვალი, მოდი. არტა შენ დალაპარაკებ. კი, რა თქმა უნდა. არქიდან ჯერ ტომი ჯერი შეგიცო და მე დამეგონა. არტა ჯერ ერთი პატარა არა. ხო. იგენეს, ხო. არტა, ბატონო. მე შენი უფროსი ვარ. ბატონო, შენი უფროსი ვარ. პატარა რა კარგად გაქცველი გაპარსული. ბატონო კახა. ვა, ხედავ თურმე რა ხდება. პატარა ბიჭი თურმე დიდი ბიჭი ყოფილა. მე გავალ შეფ.